გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელის სიახლეებით. კვარაცხელიას ისტორიული მიღწევალ და ულტიმატუმი PSG-ს, გაურკვევლობა კლუბში. მამარდას მორიგი აღიარება, გიორგის ჩვენი დახმარება სჭირდება. ვიდეოს დაწყებამდე კითხონაა, რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ამ თვეში კი ჩვენი მიზანია, რომ 90,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხარ, თხოვნა დამით მორი წამი და გამოიწერო არხი. მადლობა მეგობარო, თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სპორტინგისთვის საკვანძო ფიგურა გახდება, რას იძახიან ქოჩოლაშვილზე. პორტუგალიური გამოცემა Zero Jogo ესპანელ ჟურნალისტ რაფაელ ტევეს გიორგი ქოჩოლაშვილზე ისაუბრა, რომელიც საფულში ლევანტეს დატოვებს და ლისაბონის სპორტინგს შეუერთდება. ხოლო თუ რა როლი ექნება გიორგის პორტუგალიურ კლუბში, ამასთან დაკავშირებით რაფაელ ტევეს საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. ქოჩოლაშვილი თავისი პროფესიული კარიერის საუკეთესო პერიოდს გადის. ლევანტეს აკადემიაში მასში ჩამშლელ ნახევარმცველს ხედავდნენ, თუმცა ქოჩოლამ პროგრესი განიცადა. დახვეწა ტექნიკა და ტაქტიკური ცოდნა, რის შემდეგაც ნამდვილი box-to-box-ი გახდა. დარწმუნებული ვარ, რუი ბორჟესი მას ძალიან მნიშვნელოვან როლს დააკისრებს. ჩემი აზრით, სპორტინგმა ის ძალიან კარგ ფასად იყიდა. ქოჩოლაშვილი 6-იანია, მაგრამ 8 და 10 ნომრის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. ლევანტეს დუბლებში მას ისეთი როლი ჰქონდა, როგორიც მოიზეს კაისედოს აქვს. თუმცა ახლა ის თამაშით უფრო გავის ან ენცო ფერნანდესს გავს. თუ ქოჩოლაშვილი პროგრესირებას გააგრძელებს, ის შეიძლება იაია ტურეს მსგავს ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. გიორგის პოტენციალი უსაზღვროა. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიაში წარმატებული თამაშის შემთხვევაში სპორტინგი მისი ბოლო კლუბი არ იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პორტუგალიური კლუბები ფეხბურთელებით ევროპის საუკეთესო კლუბებს ამარაგებენ, ფიქრობ მომავალში შეიძლება პრემიერ ლიგაში ან იტალიის საუკეთესო კლუბებში ვიხილოთ. განაცხადა რაფა. მიქაუტაძე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ და ლამაზი ჟესტი. რა განაცხადა ლიონის თავკაცმა. ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის ლიონის სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედ შეხვდება და ნახევარფინალის აგზურის მოპოვებას ეცდება. მატჩამდე კი პრესკონფერენცია გამართა ლიონის თავკაცმა პაულო ფონსეკამ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. გუნდში გარემო თავდაჯერებულობით, ოპტიმიზმით და გამბედაობითაა სავსე. კარგ პერიოდში ვართ და ჩვენს გუნდს დიდი რწმენა აქვს. ოლდ ტრაფორდზე ასეთ ატმოსფეროში თამაში მშვენიერი გამოწვევა. ფეხბურთს ასეთი მომენტების გამოსაცდელად ვთამაშობთ და უნდა გამოვიყენოთ. ფიქრობ, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ბიჭები 100%-ით მზად არიან და ასევე მომწონს მათი დამოკიდებულებაც. მაგალითად პენალტის შესასრულებლად 2 ან 3 პენალტისტი გვყავს. ბოლო მატჩში კი ლაკაზეტიმ შესრულების უფლება მიქაუტაძეს მისცა. ეს კი მეორე შემთხვევაა, როცა ლაკაზეტმა პენალტის დარტყმა მიქაუტაძეს დაუთმო. შორჯი ერთ-ერთია, რომელსაც შეუძლია პენალტების შესრულება. ფიქრობ, ეს ჩვენი კაპიტნის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია. მე კი ჩემს ფეხბურთელებს ძალიან ვაფასებ, განაცხადა ფონსეკამ. შეგახსენებთ, რომ ლიონისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება დღეს, 17 აპრილის ღამის 11 საათზე გაიმართება. ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. ხოლო მიწორ ანგარიშს გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხდება. ვალენსიას ბოლო მატჩებში გიორგი მამარდაშვილის მიერ ნაჩვენებ შესანიშნავ თამაშს უკვალოდ არ ჩაუვლია. ლა ლიგამ ღამურების ქართველი მეკარი აპრილისთვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინა. მამარდაშვილთან ერთად კი აპრილისთვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის სერხი დარდერი, პედრი, ხულიან ალვარესი და ხავი პუადო იბრძვიან. გარდა ამისა, რეალთან მატჩში კილიან მბაპეს დარტყმული ბურთის მოგერიებით მამარდაშვილისთვის საუკეთესო მოგერიების ნომინანტებშიც მოხვდა. მამარდას კონკურენტები კი ორია, ნილენდი და დომინიკ კრეიფი არიან. ხოლო იმისათვის, რომ გიორგის გამარჯვებაში დავეხმაროთ, ამისათვის უნდა გადავიდეთ მოცემულ ბმულზე, რომელსაც მთავარი კომენტარის სახით ავპინავ. ჩამონათვალში კი მამარდაშვილი პირველივეა, რის შემდეგაც უნდა დავაჭიროთ ვოუთის ხილახს. ამის შემდეგ უნდა გავიაროთ ავტორიზაცია და ამოგვიგდებს სამფანჯარას, სადაც უნდა ავირჩიოთ მამარდაშვილის მომენტი და დავაჭიროთ ვოუთის ხილახს. რის შემდეგაც ჩვენი ხმა წარმატებით დაფიქსირდება. როგორც მოგეხსენება, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ასტონ ვილამ PSG-ს 3-2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ვილა პარკზე ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო. მან კი შეუსრულებლად ითამაშა. ამ გამარჯვებით კი ხვიჩა თავის კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქი არსენალი იქნება. პირველი შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 7 მაისს. ფინალი კი 31 მაისს მიუნხენის ალიანს არენაზეა დაგეგმილი. ლუის ენრიკე შეგირდები კი შესანიშნავ ფორმაში არიან და ამ ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. ცალსახა
ითვლება, რომ ხუჩას მოსვლის შემდეგ PSG ძალიან ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ქართველი ფეხბურთელი გუნდს მარტივადაც შეეწყო. სწორედ ამასთან დაკავშირებით RMC სპორტის გადაცემა After Footში ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გასულ უქმებს ებილი სანიოლ შეხვდა და კვარაზე ისაუბრეს. სანიოლმა კი მას შემდეგ ირამ უთხრა. მეგონა PSG-ში ადაპტაციისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ როცა ასეთი თვისებები და ასეთი ხასიათი გაქვს, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივია, განაცხადა სანიოლმა. სანიოლი კი მიიჩნევს, რომ PSG-მ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დაიმატა. რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენა არა, ამას ყველა ხედავს. თუმცა, როდესაც მისი მწვრთნელი, რომელიც კვარასთან დიდი ხანია მუშაობს და ასეთ სიტყვებს ამბობს, ეს ნამდვილად საინტერესოა, აღნიშნა რიოლო. ამ ეტაპზე კი PSG-ს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევათა ხაზი ჰყავს. ამასთან დაკავშირებით კი ბრიტანულმა გამოცემამ OneFootball-მას დაწერა, რომელმაც პარალელი მესი სუარესი ნეიმარის ლეგენდარულ სამეულთან გაავლო. ამ გამოცემაში კი დეტალურად შემდეგი კომენტარი კეთდება. პარიზელთან შემტევმა ტრიომ ასტონ ვილასთან შეხვედრაში უმაღლეს დონეზე ითამაშა. როდესაც მატჩი სამივე შემტევს გადამწყვეტი მომენტები ექმნება, ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს მომდევნო მესი სუარეზი ნეიმარის ტრიოსთან. მათი მოძრაობების სინქრონულობა და მოქნილობა, კომბინაციები და ურთიერთგაგება ამ სამეულს ამაღელვებელს და საინტერესო საყურებელს ხდის. მესი სუარესისა და ნეიმარის მსგავსად PSG-ს შემტევი ტრიო პოზიციებს იცვლის, სიღრმეებში ლავირებენ, მოკლე დისტანციებზე კომბინირებენ და არჩევენ თუ რომელი შეუტევს ბოლო ხაზს. PSG-ს ყურებისას ხედავთ თუ როგორი სინთეზი არა მხოლოდ შემტევი ტრიოს მოძრაობაში, არამედ ნახევარმცველებსა და მცველებს შორისაც. მარცხნივ კვარაცხელია, მარჯვნივ დუე და ცენტრში დემბელე. ორივე გარემარბის სამოძრაო რუკას თუ შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ სამივე მათგან შორის არსებულ წარმატების გასაღებს, პოზიციების სვლასა და სინქრონულ მოძრაობას. ისინი ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში არიან და მაგიურ მომენტებს ქმნიან. ამიტომ ამ შემტევი ტრიოს ნიჭის გათვალისწინებით, რომელსაც თადარიგიდან ბრედლი ბარკოლაც ემატება, რთულია PSG ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პოტენციურ გამარჯვებულად არ დავასახელოთ, წერია ბრიტანულ გამოცემაში. ამ ეტაპზე პარიზულ კლუბში ყველაფერი კარგად მიდის და ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ პრობლემას ბარკოლა წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით ბარკოლას პარიზული კლუბის დატოვება სურს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. როგორც იწერება, ის ვერ იგებს თუ რაში სჭირდებოდა PSG-ს ქართველის ტრანსფერი. მას სურს, რომ გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყოს და პროექტი მასზე აიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას განიხილავს. ეს ერთგვარი ულტიმატუმია. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ თუ სად იყო PSG ხვიჩას ტრანსფერამდე. პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 25 ადგილზე იყო და გავარდნასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ხვიჩას ტრანსფერმა ყველაფერი შეცვალა. პარიზული კლუბი მას დიდი ზეიმით დახვდა და ქართველს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ეს დადებითი მუხტი კი გუნდზეც გადავიდა და მათ თავიანთი ძალების იწმუნეს, რითიც PSG-მ შეძლო ჯგუფიდან გასვლა და შემდეგ ხვიჩას მეთაურობით გუნდი უკვე ნახევარფინალშია. აშკარაა, რომ გუნდს ეს ტრანსფერი ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ბარკოლა სხვანაირად ფიქრობს. მე კი გეტყვით იმასაც, რომ გასული თვის მიწურულს ფილდმა დაწერა, რომ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი სანაკრებო პაუზამდე PSG მარსელის მატჩს დაესწრო. კომპანის კი ბარკოლას თამაში მოსწონს და მის ტრანსფერს განიხილავს. ამიტომ სეზონის ბოლოს დიდია შანსი, რომ ბარკოლა სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ, რაც რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან მსგავსი კონკურენცია ხვიჩასაც ძალიან ეხმარება განვითარებაში. ტრანსფერი რეალური ხდება. რეალი ვინისიუსზე გაბრაზებულია. გარდაუვალია თუ არა დიდი ცვლილებები. ახალი ერა მადრიდის რეალში, ვინ ჩაიბარებს სამეფო კლუბს. წლევანდელი საფეხბურთო სეზონის მიმდინარეობის დროს ვინისიუს ჟუნიორის რეალიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ევროპულ სპორტულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა და თუ ბოლო თვეების განმავლობაში ბრაზილიელი ვარსკვლავის საუდის არაბეთში გადაბარგება კარლო ანჩელოტისა და ფლორენტინო პერესის განცხადებებიდან გამომდინარე გამორიცხული იყო, ამჯერად ყველაფერი შეიცვალა. ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლატენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელები გაღიზიანებულები არიან ვინისიუსის ბოლოდროინდელი უდისციპლინობით და გარდა ამისა, მის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის არ აკმაყოფილებთ. შესაბამისად, მუშავდება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჟუნიორს საუდის არაბეთში რეკორდულ თანხად გაასხვისებენ. სანაცვლოდ კი მანჩესტერ სიტიდან ერლინგ ჰოლანდს დაიმატებენ, რის შემდეგაც კილიან მბაპე მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლებს, ხოლო ნორვეგიელი ფეხბურთელი ცენტრფორვარდის პოზიციას დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ მთელი სეზონის მანძილზე ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ
საუდის არაბეთის პროლიგის ერთ-ერთი კლუბი ვინისიუსი სანაცვლოდ 1 მილიარდ ევროს იხდიდა. ხოლო იმის ფონზეც, რომ ვინისიუსი რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აჭიანურებს, შესაძლოა, რომ მადრიდულმა კლუბმა კატეგორიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდა და აშკარაა, რომ წელს რეალი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. აშკარაა, რომ რეალის ამჟამინდელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტმა ვინისიუსის და მბაპეს შეთამაშება ვერ შეძლო და გუნდს თითქოს ახალი სისხლი ესაჭიროება. შესაბამისად, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს რეალს ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს. ყველაზე ხშირად კი ჩაბი ალონსოს ვარიანტზე იწერება, თუმცა ცოტა ხნის წინ რეალის რადარზე მეორე ვარიანტიც გამოჩნდა. BBC სპორტის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ რეალი აუცილებლად დაიწყებს ახალი მწვრთნელის იებას. გამოცემა კი იმასაც წერს, რომ ბლანკოსი არც მეტი არც ნაკლები ურგენ კლუბს უმიზნებს. ამჟამად კი გერმანელი სპეციალისტი Red Bull-ში ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელია. შესაბამისად, რეალ სეზონის ბოლოს დიდი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამასთან დაკავშირებით კი საინტერესოა რეალის ფანების აზრის მოსმენაც. რომელ კანდიდატურას უფრო ემხრობით თქვენ, ჩაბი ალონსოს თუ კლოპის? დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.